ზუსტად ჩვენი თავის ზემოთ ხდება ამ კაშხლის მოძრაობა. აი ამ გვირაბში ვართ ახლა. აქ ხდება გაყოფა. აქ ქვემოთა ნაწილი არის საძირკველი, ზედა ნაწილია უკვე კაშხალი. რამ სიგრძეა გვირაბი? გვირაბი არის დაახლოებით 9 კილომეტრი. თაში გამოჭრილია გარდა გვირაბისა შენობა. შიგნით, ანუ უზარმაზარი სივრცეა, სადაც აყენიან მთელი რიგი მოწყობილობები და იმ მოწყობილობებს. რამდენი გვირაბი არის ჯამში? ჯამში დაახლოებით 300-მდე გვირაბია, საერთო კილომეტრაჟით 40 კილომეტრი. ჩვენ ვიყავით აქ, ამ გვირაბში. ეს არის პერიმეტრული გვირაბი. მერე წამოვედით, მანქან გამოვედით და აი ამ გვირაბიდან შემოვედით ეხლა. აი ეს არის წყალმიმღების შენობა, აი ეგ ჩავაგდე ქვა. ეხლა ამათი მუშაობის ფუნქცია ძალიან კარგია. ეს ხელით არ იკეტება, რა თქმა უნდა, იკეტება ავტომატურად და მნიშვნელოვანი რა არის? ეს რო დაიკეტება, ამის გაღება შეუძლებელია თუ ზემოთა მილებით ორივე მხარე არ გაათანაბრეს წყლით. დამხელა სისტემაა, რომელიც მუშაობს, რომელსაც მოვიხმართ ისე რომ აი წარმოდგენა არა გვაქვს რას მოვიხმართ და წარმოდგენა არა გვაქვს ხოლმე რა დგას ამის უკან ანუ ყოველ ჯერზე როცა შუქს ვანთებთ რაღაცა მობილურს ტენით ტელევიზორს უყურებთ აი რამხელა სისტემა არის რომელსაც მოვიხმართ მე მგონი რომ აი მაგის გაცნობიერების დრო არის უკვე რომ აი რა ინდუსტრიის ნაწილები ვართ რა